მოგესალმებით, ეთერშია საუბარი რელიგიაზე, მე ლევან სუთიძე ვარ. დღევანდელ გადაცემაში შევეცდებით გავიხსენოთ და გავაანალიზოთ ის როლი, რომელსაც რუსეთის სახელმწიფო და ეკლესია თამაშობდა ორსაუკუნოვან წარსულში და თამაშობს დღესაც. ამ თემაზე სასაუბროს ჩვენ ისტორიკოსი მღვდელი ილია ჭიღლაძე გვყავს სტუმრად და სწორედ მასთან ერთად შევეცდებით თვალი გადავავლოთ იმ ხშირად დავიწყებულ ფაქტებს, რომელთა ცოდნა და არ ცოდნა მნიშვნელოვნად განაპირობებს აწმყოური ორიენტირების ჩამოყალიბებას. მოგესალმები მამაო, დიდი მადლობა რომ დათანხმდით ჩვენთან სტუმრობას. მოგესალმებით და მადლობას გიხდით ასევე მოპატიჟებისთვის. მამაო, რომ წავიდეთ წარსულში, საიდან იწყებოდა რუსეთი საქართველოში. როგორი იყო პირველი ნაბიჯები, უშუალოდ ეკლესიას გულისხმობ ამ შემთხვევაში. საქართველოს ეკლესიის ჩაყალაპვისა რუსეთის სახელმწიფოს და ეკლესიის მიერ. რა იყო ის პირველი, საიდანაც ეს პირობით ათვლის წერტილად შეგვიძლია ავიღოთ? პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ მე-18 საუკუნისათვის რომ საქართველოს სახელმწიფოებრიობა იყო ფრიად დასუსტებული. ქვეყანა მუდმივად იყო თავდაცვის რეჟიმში ოსმალეთთან და ირანთან, ასევე ლეკებთან მიმართებაში და დაგსაქსული რამდენიმე სამეფოდ, სამთავროდ, ქვეყნის უმეტესი მიწები მიტაცებული მუსლიმანთაგან. ქვეყანა ეძებდა ერი, უფრო ზუსტად ჩვენი ერი ეძებდა საშუალებას და გადარჩენას. და მან მიაპყრო ეს მზერა და იმედი რუსეთის დიდ მართლმადიდებლურ სახელმწიფოს. პირველად ეს უკვე მე-15 საუკუნის ბოლოს კახთა მეფე ალექსანდრე პირველმა, შემდგომ მე-16 საუკუნეში კახთა მეფეებმა ლევანმა, ალექსანდრე მეორემ სცადეს გარკვეული დიპლომატიური კავშირები და რუსეთისაგან დახმარების მიღება საქართველოსათვის. ეს უფრო ინტენსიური გახდა მე-17 საუკუნეში კახეთის, შემდგომ ქართკახეთის მეფის თეიმურაზ პირველის, იმერეთის მეფის ალექსანდრე მესამის მიერ, ასევე ლევან დადიანის სამეგრელოს მთავრის მიერ, რომელიც სისტემატურად გზავნიდნენ ხოლმე ელჩობებს რუსეთში, მოსკოვში დახმარების მიღების იმედით. მაგრამ ამ ეტაპზე ეს მხოლოდ რჩებოდა დიპლომატიურ ურთიერთობებად და სამომავლო იმედების და გეგმების დასახვად. მე-18 საუკუნეში ეს პროცესი ბევრად უფრო აქტიური და მჭიდრო გახდა. თვითონ რუსეთიც უფრო გაფართოვდა, გაძლიერდა პეტრე დიდიდან მოყოლებული, რა თქმა უნდა, ის გავიდა უკვე მსოფლიო არენაზე, როგორც უძლიერესი სახელმწიფო და მისი საზღვრები სულ უფრო და უფრო მოიწევდა კავკასიის ქედისკენ. და მე-18 საუკუნის მეორე ნახევარში აი ამ დროს უკვე პეტრე პირველის დროს უკვე გაუქმებულია რუსეთში საპატრიარქო კათედრა რა და ეკლესია დაქვემდებარებულია ობერ-პროკურორს, რომელიც განაგებს ეკლესიის საქმეს. პეტრე დიდმა მიზნად დაისახა, რომ ეკლესია სრულად ჩაეყენებინა რუსული ეკლესია სახელმწიფო სამსახურში და სახელმწიფო ინტერესების ქვემდებარედ და ზუსტად ამიტომაც მან მოინდომა საპატრიარქო ტახტის გაუქმება და სინოდალური მმართველობის შემოღება, რომელსაც ფაქტიურად იმპერატორი და მისი სახელმწიფო აპარატი აბსოლუტურად აკონტროლებდა. სინოდის, რუსეთის ეკლესიის წმინდა სინოდის განჩინებები ძალაში შედიოდა მხოლოდ იმპერატორის რეზოლუციით, იმპერატორის დამტკიცებით. ამდენად ეს იყო საეკლესიო სამართლის უხეში დარღვევა კი. ჯულის კანონის მოთხოვნით, ნორმებით საერო მთავართა ჩარევა საეკლესიო საქმეებში იგრძალება. მაგრამ ეს ის შემთხვევა იყო, როდესაც ესე იგი ეკლესია იყო უძლური სახელმწიფო აპარატთან საბრძოლველად. იყო ცალკეული შემთხვევები რუსული ეკლესიის ისტორიაში მე-18 საუკუნეში, როცა ცალკეული მიტროპოლიტები თუ საეკლესიო პირები ცდილობდნენ დამოუკიდებელი სიტყვის თქმას და ერთგვარად თავისუფლების მიღწევას, გარკვეულ უსამართლობისაგან თავის დაცვას,
მაგრამ ისინი სანიმუშოდ ირჩებოდნენ ხოლმე ყოველთვის რუსული ხელისუფლების მიერ, განსაკუთრებით ეკატერინე მეორის იმპერატორობის დროს რამდენიმე მღვდელმთავარი რუსი გადაასახლეს და სასტიკი რეპრესიების ქვეშ აღმოჩნდნენ ისინი. აი აქ უკვე გვიან პერიოდში 1793 წელს მივდივართ გეორგიევსკის ტრაქტატამდე. ხო, ჩვენ ვისაუბრეთ, როგორ მივიწევდით, ასე ვთქვათ, ერთმორწმუნეობის იმედით რუსეთის სახელმწიფოსკენ, ხო? ამ ტრაქტატში, როგორც მახსოვს, აღნიშნული იყო, რომ სწორედ იმ სინოდში, რომელსაც პატრიარქი აღარ ყავდა, მერვე წევრად, ანუ მერვე პატივით უნდა შესულიყო უძველესი მცხეთის საკათალიკოსო ტახტის მფრობელი, არა? საერთოდ ეს მუხლი, მერვე არტიკული, ანუ მერვე მუხლი გეორგიევსკის ტრაქტატისა ერთგვარი ამოსახსნელი კაზუსია, ერთგვარი კითხვის ნიშნის ქვეშ მდგომი მუხლია, რომლის ბოლომდე ახსნა შეუძლებელია ერთის მხრივ და მეორეს მხრივ თვითონ არც ამ მუხლს ჰქონდა პრეტენზია ბოლომდე განესაზღვრა საქართველოს ეკლესიის მდგომარეობა. ესე იგი, მხოლოდ ეს იყო მუხლში ასეთი გავიხსენოთ ეს მერვე მუხლი, რომ ინებაო იმპერატორმა თავისი მოწყალენებით, რათა საქართველოს კათოლიკოსი იყოსო წევრი რუსეთის ეკლესიის სინოდისა, მერვე ადგილზე შემდგომად ტობოლსკის მღვდელმთავრისა. ნიშნად რომ სარწმუნოებრივი ერთიანობისო. მაგრამ ნარჩუნდებოდა კათოლიკოსობა. ესე იგი, ტრაქტატის შემდგენლებს წარმოედგინათ, რომ საქართველოს ეკლესიის საშინაო დამოუკიდებლობა შენარჩუნდებოდა, ანუ გარკვეული ავტონომია საეკლესიო შენარჩუნდებოდა, თუმცა ესე იგი ეკლესიის რამდენადაც ქართლ-კახეთის სამეფო მათ შეიზღუდა თავისი სუვერენული უფლებები რუსეთის იმპერატორის სასარგებლოდ, თუმცა საშინაო მმართველობა შეინარჩუნა, თვითმმართველობა, ასევე ეკლესიაც გარკვეული აზრით კარგავდა გარკვეულ პრივილეგიას, მაგრამ ამავდროულად საშინაო ურთიერთობაში ის ინარჩუნებდა ჩაურევლობას. რა თქმა უნდა, რიგითი ეპარქიული მღვდელმთავრებთან საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის გათანაბრება ეს არასწორი იყო და უფლებრივად შემლახველი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქისა, მაგრამ იმდენად უჭირდათ, ესე იგი, მაშინ ჩვენს ეკლესიას და პირველ რიგში სახელმწიფოს, რომ მზად იყვნენ ამ მსხვერპლზე. რა თქმა უნდა, არც ერეკლე მეორეს, არც კათოლიკოს პატრიარქ ანტონ პირველს არ სურდა საკუთარი უფლებების შეზღუდვა. ეს იყო იძულება ერის გადარჩენისთვის, როგორც ეს მათ ესახებოდათ, რომ აი ამ დიდ მუსლიმურ აგრესიაში ქვეყნის უკიდურეს კრიტიკულ ზღვარზე მყოფი ქვეყნის გადარჩენისთვის და ევროპულ და მსოფლიო ცივილიზებულ სამყაროში ამ ქვეყნის სრულფასოვნად გაწევრიანებისათვის და სრულფასოვანი გაძლიერებისათვის მზად იყვნენ გარკვეული უფლებების შეზღუდათ. რა თქმა უნდა, გეორგიევსკის ტრაქტატში წერია, რომ ეს შეთანხმება იყო უვადო, მაგრამ ეს ამავე დროს იგულისხმება, რომ რაღაც მომენტში, რა თქმა უნდა, შეიძლება დარღვეულიყო. ანუ სამარადისო, რა თქმა უნდა, დედამიწაზე არაფერია და ამდენად ალბათ ქართული მხარე ფიქრობდა, რომ საქართველოს გაძლიერების, ეკონომიკური, პოლიტიკური თუ სულიერი გაძლიერების შემდგომ, რა თქმა უნდა, ისინი კვლავ შეძლებდნენ სრული სუვერენიტეტის აღდგენას, მაგრამ მანამდე მზად იყვნენ გარკვეული ავტონომიზმის პრინციპებით შესულიყვნენ რუსული იმპერიის შემადგენლობაში. ეკლესია ინარჩუნებდა კათოლიკოს. ერთი საყურადღებო ფაქტიც, რომ არ წერია იქ კათოლიკოს პატრიარქი, არამედ მხოლოდ კათოლიკოსი. რუსული ხელისუფლებისთვის კი ავტოკეფალური ეკლესიის მეთაურის სრული ღირსება იყო და არის მხოლოდ პატრიარქის წოდებაში. კათოლიკოსი მათთვის იყო უცხო ტერმინი. საერთოდ ბიზანტიურ და რუსულ ეკლესიაში ტერმინი კათოლიკოსი არ იხმარებოდა. ეს მეოთხე საუკუნეში გაჩნდა სირიუს-პარსულ ეკლესიაში სელევკიის კათოლიკოსი. ანუ ეს იყო აღმოსავლური ქრისტიანობაში გაჩენილი ტერმინი ეკლესიის მეთაურისა, რომელიც შემდგომ შემოვიდა კავკასიაში, მეხუთე საუკუნეში, სომხეთში, საქართველოსა და ალბანეთში. და
ამის იქით ეს ტერმინი აღარ გავრცელებულა. ბიზანტიურ სივრცეში ამ ტერმინის შესატყვისი იყო პატრიარქი. რუსული ეკლესიაც, როგორც ბიზანტიური ეკლესიის პირმშო და ბიზანტიური ტრადიციის გამგრძელებელი, ამ ეს ტერმინი მათთვის იყო ასევე უცხო. ანუ მათთვის ეკლესიის მეთაური შეიძლება წოდებული იყო მხოლოდ ან პატრიარქად, ან არქიეპისკოპოსად. და კათალიკოსი ეს შეიძლება ითქვას, რომ მათთვის იყო იგივე არქიეპისკოპოსი და ოღონდ ავტოკეფალური. იქაც ასე წერია ტრაქტატში, რომ ეკლესია ივერიისა, რომელსაც მართავს კათალიკოსი, ანუ არქიეპისკოპოსი. სულ მალე დადგება ის პერიოდი, ხო, ამ ტრაქტატიდან, როცა ანტონ მეორეს კათალიკოს პატრიარქს საქართველოს გაასახლებენ, ხო, საქართველოდან. და დადგება 106 წლიანი პერიოდი, როცა საქართველოს ეკლესიას აღარ ყავს პატრიარქი და მას მართავენ ეგზარქოსები. აღსანიშნავია, რომ პირველი ეგზარქოსი იყო ქართველი, ხო? ერთგვარი მეხუთე კოლონა, რომელიც შემოუძღვა რუსებს, ასე ვთქვათ, საეკლესიო სივრცის მისატაცებლად. ვინ იყვნენ ეს ეგზარქოსები? ხშირად დავიწყდებათ ხოლმე, ვინ იყვნენ ეს ეგზარქოსები, რას აკეთებდნენ საქართველოში და როცა გარკვეული პიეტეტი ჩნდება ხოლმე რუსეთის მიმართ, როგორც ერთმორწმუნე სახელმწიფოს მხრიდან და რაღაც დასავლეთის ალტერნატივად გვისახავენ ხოლმე, ხო, როგორც ერთმორწმუნეს, ხშირად დავიწყდებათ მაგალითად ის შეთეთრებული სვეტიცხოვლის კედლები, ხო, რომელიც ეგზარქოსების, ასე ვთქვათ, ნახელავი იყო იმ საუკუნეში. მოდი გავიხსენოთ კიდევ ერთხელ, ვინ იყვნენ ეს ეგზარქოსები. ეგზარქოსებზე შესანიშნავი დახასიათება და მოგონებები აქვს კათოლიკოს პატრიარქ კალისტრატე ცინცაძეს. ასევე ეგზარქოსთა მოღვაწეობა ძალიან კარგად არის შეჯამებული სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ლეონიდე ოქროპირიძის წერილში, საპასუხო წერილში რუსეთის პატრიარქ ტიხონისადმი. ფოტოშორის ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ამაღელვებელი ტექსტი, რომელიც აი ამ მე ვიტყოდი ყოველი ქართველისთვის უნდა იყოს სანიმუშო და მის თვალსა და გონებას მუდმივად უნდა ახსოვდეს და თვალწინ უდგეს ეს წერილი. რადგანაც აი ამ წერილში პატრიარქ ლეონიდესი არის მთელი ერთსაუკუნოვანი ტკივილი ქართული ეკლესიისა და ქართველი ერისა გამოთქმული. პატრიარქი ტიხონი მას წარ შევახსენოთ, ხო, საზოგადოებას ვინც არ იცის, პატრიარქი ტიხონი, ფოტოშორის ახალი პატრიარქი, ხო, მანამდე რუსეთს არ ყავდა პატრიარქი, წერს საქართველოს ეგრეთ წოდებულ ავტოკეფალისტებს, რომელსაც ჯოჯოხეთში მოხვედრით ემუქრებოდა სწორედ იმიტომ, რომ დაიბრუნეს ეს ავტოკეფალია, წერს, რომ ისინი მათ არასდროს გამოუთქვამთ პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთმა ისინი დაიპყრო. და ლეონიდე წვრილად უყვება იმ ყველაფერს, რაც ასე ვთქვათ, ეგზარქოსებმა ჩაიდინეს საქართველოში. ეს არის მართლა ამაღელვებელი ტექსტი და თან იქს არ კარგავს ერთგვარ, ასე ვთქვათ, ზრდილობას და ქრისტიანულ სიყვარულს და ზოგჯერ ეს რაღაც ცინიკურადაც გეჩვენება, ხო? როცა კითხულობ, რომ უსაყვარლესო ძმაო, არ გახსოვს, აი ასე მიმართა. სიყვარულით ახსავსებ ერთ ადგილას ასე მიმართავს ჩვენი პატრიარქი რუსეთის იმდროინდელ პატრიარქს, რომელიც ჩვენ ეკლესიას აცხადებდა მადლახსნილად და სქიზმატიკურად. ანუ მართლმადიდებლობიდან განდგომილად. მხოლოდ იმის გამო, რომ ჩვენმა ეპისკოპოსებმა და სამღვდელოებამ 1917 წლის 12 მარტს ძველი სტილით სვეტიცხოვლის დიდ ტაძარში აღადგინა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია 106 წლის შემდგომ უკითხავად რუსეთის სინოდისაო. მაგრამ სინამდვილეში ქართული ვინ ეკითხებოდა? მოგახსენებთ, საქართველოს ეკლესიის სამღვდელოებამ განსაკუთრებით ქართული სამღვდელოების ცნობილმა და სახელოვანმა წარმომადგენლებმა, ეპისკოპოსმა კირიონ საძაგლიშვილმა, ეპისკოპოსმა ლეონიდე ოქროპირიძემ, არქიმანდრიტმა ამბროს ხელაიამ, დეკანოზმა კალისტრატე ცინცაძემ, მღვდელმა ქრისტეფორე ციცქიშვილმა, პატრიარქები ჩამოთვალეს, რომლებიც შემდგომში გახდნენ საქართველოს პატრიარქები მიყოლებით. 1905 წელს დასვეს ხელმწიფე იმპერატორის ნიკოლოზ მეორის წინაშე და რუსეთის სინოდის წინაშე მოთხოვნა და თხოვნა, რომ აღდგენილიყო საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია. ამაზე მათ მიიღეს უარი
და მეტიც მათრახები 1905 წელს თბილისში გამართულ საქართველოს სამღვდელოების კრებას დაერია კაზაკთა პოლკი და მათრახებით გაფანტეს ისე რომ ერთი ადამიანი წერისკაცი შემოაკვდათ მათ და აი ეს ფაქტი რომ ეკლესიის მოთხოვნა საქართველოს ეკლესიისა იქნა აბსოლუტურად იგნორირებული და არათუ იგნორირებული, არამედ სრულიად ძალისმიერად უარყოფილი და ჩახშობილი საქართველოს სამღვდელოება, რა თქმა უნდა, ერთგვარად წყენით აღავსო რუსული ეკლესიის სინოდისადმი. და შემდგომში ეს ძალიან გაძლიერდა ავტოკეფალისტური მოძრაობა პრესაში, საეროთ სასულიერო მოღვაწეები მუდმივად წერდნენ წერილებს, ქვეყნდებოდა ნაშრომები, აღსანიშნავია იგივე პროფესორების ცაგარელის, ალექსანდრე ცაგარელის, ნიკო მარის მოღვაწეობა. ილია ჭავჭავაძე იყო ერთ-ერთი, ვინც ხელმძღვანელობდა ქართული საზოგადოების ბრძოლას ავტოკეფალიის აღსადგენად. სხვათა შორის ილიას გვერდით იდგა და რჩევებით და ერთგვარი ხელმძღვანელობას უწევდა ექვთიმე თაყაიშვილი, როგორც საეკლესიო საკითხების მცოდნე და ისტორიკოსი. და აი ეს ხანგრძლივი, ესე იგი მრავალწლიანი თხოვნა ხვეწნამუდარა ქართული სამღვდელოების რჩებოდა აბსოლუტურად იგნორირებული. და სწორედ 1917 წლის თებერვალში, როცა თებერვლის რევოლუციით დაემხო რუსული თვითმფრობელობა, ანუ მონარქია და მარტში უკვე დროებითი მთავრობა ჩამოყალიბდა და გამოცხადდა სინდისის და აღმსარებლობის და პოლიტიკური თავისუფლება, ქართულმა სამღვდელოებამ ბუნებრივად უკვე აბსოლუტურად ამ შეიძლება ითქვას 1905 წლიდან მოყოლებული მოთხოვნა, რომელიც იგნორირებული იყო, თვით გამოცხადებით ერთიანი ეროვნული გადაწყვეტილებით აბსოლუტურად კანონიკურ საფუძველზე გამოცხადდა ეს აქტი, ავტოკეფალიის აღდგენა და კიდევ ერთი ეს იყვნენ აბსოლუტურად უნიკალური მდლები იმ დროისთვისაც კი, ხო? ადამიანები, რომლებიც იმ დროის რუსეთის ეკლესიის ნაწილად მოიაზრებოდნენ, ხო? რომლებმაც შემდეგ დაიწყეს გარკვეული რეფორმები, ხო? აი ამ რეფორმებზეც რომ ვისაუბროთ, ვინ არიან ეს ადამიანები, რა რეფორმებს გულისხმობდა მაშინ საკათალიკოსო საბჭო და ესე შემდეგ, ხო? კირიონი, ამბროსი ადამიანები, რომლებიც შეეწირნენ, ხო? დიახ, შეეწირნენ. ავტოკეფალიის მანამდე მაშინ ესეც ვთქვათ, აი ამ კონტექსტში ჯდება ზუსტად 1908 წელს დაუდგენელ გარემოებებში მოკლეს საქართველოს ეგზარქოსი ნიკონი და ნიკონის მკვლელობა აბსოლუტურად უსამართლოდ დააბრალეს ქართულ ავტოკეფალიის სამღვდელოებას, განსაკუთრებით კირიონ ეპისკოპოსს და ამბროსი ხელაიას. არქიმანდრიტს ისინი რეპრესირებულ იქნენ, თუმცა შემდგომ რამდენიმე წლის მერე თვითონვე გაამართლეს და თვითონვე საიმპერატორო ხელისუფლებამ აღადგინა ისინი პატივში და ჩააბარა მათ რუსეთში ერთს ეპარქია, მეორეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ისტორიული მონასტერი საწინამძღვროდ. და აი, როდესაც და პატრიარქი ლეონიდე თავის ეპისტოლეში წერს ხაზგასმით პატრიარქ ტიხონს, რომ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმება მოხდა უკანონოდ, რომ რეალურად ეკლესიური და კანონიკური კუთხით ეკლესიის ავტოკეფალია გრძელდებოდა, რადგანაც კანონიკური იქნებოდა გაუქმება. იყო ერთგვარი სედევაკანტე, ხო? დიახ, ანუ დაქვრივებული კათედრა და არის ასეთი ნორმები და მუხლები რჯულის კანონში, სადაც ეპისკოპოს ეკრძალება სხვის ეპარქიაში იურისდიქციის გავრცელება და ზუსტად ეს მოხდა. ამაზე ვისაუბრებთ აფხაზეთის ეპარქიასთან დაკავშირებით. 1911 წელს ზუსტად ეს მოხდა. რუსულმა სინოდმა და რუსეთის მღვდელმთავრებმა სხვის ეპარქიაში განახორციელეს უკანონოდ თავისი იურისდიქცია, ანუ შეერთება და ეს ყველაფერი ოღონდ მოხდა საერო ხელისუფლების, ანუ იმპერატორის ბრძანებით. მაშინდელ რუსული სინოდი არ ყოფილა ამისი აქტივისტი. ეს მოდიოდა და ეს ნება მოდიოდა იმპერატორისგან. ექვემდებარებოდა და ავტომატურად ასრულებდა იმპერატორის
მითითებას. და ამდენად ეუბნება პატრიარქი ლეონიდე წერილში პატრიარქ ტიხონს, რომ ეს აქტი 1811 წლის უკანონო აქტი, რომელიც იყო საერო ბატონთა უკანონო და არაეკლესიური ჩარევითა და თავსმოხვევით, ჩვენ როგორც კი შევძელით ამ ბატონთა მოშორება, ანუ იგულისხმება თებერვლის რევოლუცია, ჩვენ ავტომატურადვე აღვიდგინეთ ეს უფლება. მოდი, ავტოკეფალი რეფორმები ვახსენეთ წინაზე, ხო და აი აქაც რომ მოვიდეთ, ეს არის ეს რეფორმები ითვალისწინებდა, ასე ვთქვათ, მხედრულზე გადასვლას, ხო, წირვის წესების გამარტივებას. ახალი კალენდარული სტილიც იყო შემოღებული, თუმცა ეს ცალკე საუბრის თემაა, ხო? ეს როცა საუბრობენ, რომ ასე ვთქვათ, რეფორმები მიუღებელია ეკლესიისთვის და ასე შემდეგ. არსებობს ასეთი აზრი. ეკლესიაში ბევრი აზრი არსებობს, ხო? ვალიდურია, ასე ვთქვათ, და ანუ აბსოლუტურად დასაშვებია ასეთ საკითხებზე მრავალი აზრის არსებობა, მაგრამ თქვენ როგორ ფიქრობთ, ეს რეფორმები მაშინ მით უმეტეს ერთ-ერთ ასე ვთქვათ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ზოგიერთი რეფორმა ვერ გატარდა სწორედ იმიტომ, რომ ხალხმა ვერ მიიღო, იმიტომ რომ უსწავლელი და გაუნათლებელი იყო. საერთოდ ცვლილებები ეკლესიაში კანონიკური კუთხით ან ლიტურგიკული კუთხით საუკუნეთა მანძილზე ყოველთვის ხდებოდა ხოლმე. და 1917 წელს ეს საკითხი დადგა პირველ რიგში მმართველობის ეკლესიის მმართველობის კუთხით. საუკუნეზე მეტი უკვე ეს თვითმმართველობა იყო რა შეჩერებული და ყველაფერი წყდებოდა რუსული სინოდის და თბილისში არსებული სინოდალური კანტორის და ეგზარქოსის მიერ. კანტორა ერქვა დაწესებულებას, რომელიც ეგზარქოსთან ფუნქციონირებდა. რა თქმა უნდა, დადგა საკითხი მმართველობის ახალი სისტემის შექმნისა და კათოლიკოს პატრიარქთან დაარსდა მისი სათათბირო და სამმართველო ორგანო, რომელსაც არა მხოლოდ საკონსულტაციო, ესე იგი საქართველოს ეკლესიას კათოლიკოს პატრიარქი მართავდა ამ საბჭოსთან ერთად და ამ საბჭოსთან შეთანხმებით. ანუ რაღაც კოლეგიალობის. დიახ, აი ასე წერია მართვა-გამგეობის 1917 წლის დებულებაში, რომ საქართველოს ეკლესიას მართავს საქართველოს ეკლესიის კრება, ხოლო კრებათა შორის პერიოდში საკათალიკოსო საბჭო. საკათალიკოსო საბჭოს თავმჯდომარე იყო კათოლიკოს პატრიარქი, მასში შედიოდა 12 არჩეული პირი, ანუ არჩეულები. დიახ, კრების მიერ არჩეული და დაკონკრეტებულია, რომ შესაძლებელია ქალიც და კაციც. ანუ სწორად გავიგოთ, ხო, ახლა ეს ყველაფერი. კათალიკოს კრებათ შორის პერიოდში ეკლესიას მართავდა ჯგუფი, კათალიკოსთა პატრიარქის მეთაურები, რომელიც შედიოდნენ ქალებიც. წერია დებულებაში, რომ შესაძლოა ქალთა პიროტონის აბსოლუტურ მიუღებლობასთან. არა, ეს ხო, ანუ ქალთა ძალაუფლება, ანუ მაშინ ჰქონდათ, ხო, და ეკლესიაში. ჯერ ასე ვთქვათ, რომ დებულება ანიჭებდა უფლებას, რომ აი ამ ორგანოში სათათბირო და მმართველობითი უფლებებით აღჭურვილ ორგანოში საკათალიკოსო საბჭოში ყოფილიყვნენ საერონიც და სასულიერონიც. და საერონში შესაძლებელია ყოფილიყვნენ ქალებიც. მაგრამ როგორც წესი, უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, იმ ეტაპზე არ არჩეულან ქალები. ეს მხოლოდ კანონი თეორიულად უშვებდა, მაგრამ იმ ეტაპზე არჩეული იქნენ მხოლოდ მამაკაცები და ეს ამავდროულად 12 კაცთან ერთად, აი ამ არჩეულ 12 კაცთან ერთად ორ-ორი მღვდელმთავარი მმართველი მღვდელმთავრები რიგ-რიგობით 2 თვის მონაცვლეობით აი ამ საბჭოში იღებდნენ მონაწილეობას. საბჭოს ხდომები კვირაში ორჯერ უნდა გამართულიყო და თუ კათოლიკოს პატრიარქი ავადმყოფობის გამო ვერ თავმჯდომარეობდა მას, მაშინ თბილელი მიტროპოლიტი თავმჯდომარეობდა. ყოველი გადაწყვეტილება კათოლიკოს პატრიარქისა უნდა შეთანხმებული ყოფილიყო და მიღებული ზუსტად საკათალიკოსო საბჭოზე. 3 წლის შემდგომ 1920 წელს მიღებული იქნა საქართველოს ეკლესიის მეორე კრების მიერ მეორე დებულება მართვა-გამგეობისა. იქ ცოტა რეფორმირება მოხდა საკათალიკოსო საბჭოსი, კერძოდ 12-ის ნაცვლად 6 კაცამდე ჩამოვიდა. ამ დეტალებში რო არ შევიდეთ, მამა. მოდი, ასე ვთქვათ, უფრო ასე ვთქვათ, შინაარსობრივ საკითხებზეც რა ვისაუბროთ, ხო? ხდება რა 106 წლის შემდეგ ეკლესიას უბრუნდება პატრიარქი, მაგრამ ერთმევა შესაძლებლობა ისუნთქოს, ხო? ორი პატრიარქი არის რეპრესირებული.
კირიონი ამბროსი ხელაიას წერილი ცნობილია გენუის კონფერენციისადმი, ხო, სადაც ითხოვს შველას და გმობს რუსეთს. მაგრამ ამ პერიოდის შემდეგ დგება, ასე ვთქვათ, წითელი ხანა საქართველოს ეკლესიის ისტორიაში. ასეთი ხანა დასავლეთის ეკლესიაში დადგა, ხო, ფაშიზმის პერიოდში, როცა ეკლესიას უწევს დათმობებზე წასვლას. მავანის აზრით ეს არის კოლაბორაცია, ხო, საბჭოთა ხელისუფლებასთან, რომელიც ევროპული საერთაშორისო ორგანიზაციები ამის მიიჩნევს ფაშიზმი და კომუნიზმი გაიგივებულია ერთმანეთთან. ერთი მხრივ ეს ამბროსი ხელაიას ჯანყი და აბსოლუტური მიუღებლობა და თავგანწირვა კომუნისტური ხელისუფლების დამყარების წინააღმდეგ და მეორე მხრივ შემდგომი პატრიარქების ერთგვარი, ასე ვთქვათ, მინიმუმ სიცოცხლის შენარჩუნება რა ამ სისტემაში. როგორ გახდა ეს შესაძლებელი? და ალბათ დამეთანხმებით, რომ იქ შეცდომები იქნა დაშვებული. ხო, შეუძლებელი 70 წელი ისე ეცხოვრა ეკლესიას, რომ შეცდომა არ დაეშვა. თქვენ როგორ ხსნით ამ პროცესს? რა იყო ეს პროცესი? კათოლიკოს პატრიარქების ზოგიერთი მაგალითად წერდა, რომ მათი სიტყვა იქნებოდა მისი საქმის განმაპირობებელი, საერო ხელისუფლებას წერდა ასე წერილებს. იყო წერილები, როცა ხალხთა დიდ ბელადს მიმართავდნენ, ხო? მე შემიძლია გავიგო, რომ ეს შეიძლება ყოფილიყო ეკლესიის გადარჩენის მცდელობა, ხო? აი, ობიექტურად ნებისმიერი ადამიანმა როცა საკუთარი თავი დააყენოს იქ იმ ასე რა ქვია მომენტში არავინ არ ვიცით, ხო? ვერ ვივარაუდებთ რა არჩევანს გავაკეთებთ. მაგრამ როცა გვაქვს ესეთი მაგალითი ამბროსი ხელაიასი და როცა ქრისტიანობა არის ასე ვთქვათ უკომპრომისო ყოველგვარ ბოროტებასთან, ხო? იმიტომ რომ ნათელი და ბნელი შეერთება შეუძლებელი. თქვენ თუ ხედავთ რაიმე გვარ შეცდომას, აი უკვე ამბროსი ხელაიას შემდეგ, კალისტრატე ცინცადიდან მოყოლებული. პირველ რიგში ვთქვათ, რომ შეცდომა შეიძლება მოვიდეს არა ეკლესიას, არამედ ცალკეულ პიროვნებას. ადგილობრივ ეკლესიასაც ხო შეუძლია შეცდომა მოვიდეს? ადგილობრივ ეკლესიას შეიძლება მოვიდეს გარკვეული შეცდომა. ანუ უცდომელობის სტატუსის სარგებლობს მსოფლიო ეკლესია, როგორც მთლიანობა აღებული. მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ ცალკეული პიროვნებების ქმედებებზე, თქვათ, განურჩევლად მათი ხარისხისა დიდნი იყვნენ თუ მცირენი და რამდენად თქვათ გამართლებული იყო მათი ეს ნაბიჯები. შეიძლება ითქვას, რომ საბჭოთა ხელისუფლებასთან შეგუება და აღიარება ამ ხელისუფლებისა, რომელიც იწყება პატრიარქ ამბროსის შემდგომ პატრიარქ ქრისტეფორე მესამიდან, სხვადასხვა პატრიარქ ამბროსის შემდეგ არც ერთი პატრიარქი წმინდანად არ შეუღლაცხა. იყო ბუნებრივი და აბსოლუტურად ვფიქრობ გასაგები, რადგანაც ეს იყო ერთადერთი საშუალება საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე იქნება ეს კონკრეტულად საქართველოს ССР-ის ტერიტორიაზე შენარჩუნებული იყო ეკლესია როგორც ინსტიტუცია, როგორც ორგანიზაცია. ამ პირობებშიც კი, როცა 1927 წელს ცალკე საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ქრისტეფორე მესამემ, ცალკე რუსეთის ეკლესიის მოსაყდრემ მიტროპოლიტმა სერგიმ აღიარა საბჭოთა ხელისუფლება და გამოუცხადა მათ მორჩილება, ამ პირობებშიც კი მაინც გრძელდებოდა ეკლესიის ტოტალური განადგურება. ანუ ის რომ პატრიარქ ამბროსის ზოგიერთი შემდგომი პატრიარქი ბრალს დებდა ხომ წმინდა ამბროსი ხელაიას, ხო? მოდი ასე ვისაუბროთ, იმიტომ რომ ის ნამდვილად მეც მიმაჩნია წმინდანად, ხო? როცა ისინი ბრალს დებდნენ ხოლმე მას, რომ აი შენმა სიხისტემ თქვენო უწმინდესობა მიგვიყვანა იქამდე, რომ აი ეხლა ტაძრები იხურება, ხო? ანუ რას თქვენ თქვით, რეალურად მაინც გაგრძელდა, ხო? მაინც გაგრძელდა. ეს დევნა შეეხო არა მხოლოდ მართლმადიდებელ ეკლესიას, ეს ყველა რელიგიურ ორგანიზაციას შეეხოდა. რა თქმა უნდა, ყველაზე მეტად დაზარალდა ყველაზე დიდნი რუსეთის ტერიტორიაზე, რუსეთის ეკლესია, მართლმადიდებელი საქართველოს ტერიტორიაზე, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია. 1921 წელს 1500 ტაძარი მოქმედებდა. ხოლო 20 წლის შემდგომ 1940 წლისთვის მხოლოდ 15 ტაძარი. ეს იყო ესე იგი ტოტალური ბრძოლა ეკლესიასთან, მისი განადგურებისა და ლიკვიდაციის მცდელობა, რომელიც აბსოლუტურად გაგრძელდებოდა საბჭოთა ხელისუფლების სასარგებლო შედეგით,
თუ კი არ დაიწყებოდა მეორე მსოფლიო ომი. და აი ამაზე ხშირად იბადება ხოლმე მითები. რუსეთის ეკლესიაში და უკვე საქართველოშიც სხვათა შორის გამოჩნდა ესეთი სტალინის ხატები. ხო, რომლებიც ასე ვთქვათ, ამკვიდრებენ სტერეოტიპს, თითქოს სტალინი გახსნა ტაძრები, უშველა მართლმადიდებლობას, იხსენებენ ხოლმე მის წარსულ სემინარიაში და ასე შემდეგ, მას მიიჩნევენ როგორც ასე ვთქვათ, მართლმადიდებლობის ბურჯს და ნუ ვინაიდან სიკვდილი, ანუ ცენტრალური მომენტია, ხო, სულისწყონების საკითხში, ქრისტიანული რელიგიის მიხედვით, მიიჩნევენ, რომ ის მოკვდა მართლმადიდებლად კიდეც. რას ეტყოდით თქვენ ახლა ამ ადამიანებს? ვინ იყო სტალინი? ის იყო ანტიჰუმანური, ანტიქრისტიანი, ისევე როგორც ადოლფ ჰიტლერი, თუ ის იყო მორწმუნე, მართლმადიდებელი? სტალინი ოფიციალურად აცხადებდა, რომ იყო ათეისტი და აშენებდა ათეისტურ სახელმწიფოს. და მაცხოვარი ბრძანებს, რომ ვინც არ მაღიაროს წინაშე კაცთა, არც ამე ვაღიარო წინაშე მამისა ჩემისა. ამდენად ფარული მორწმუნეობა, საუბარი, ეს სრულიად არაეკლესიური და არასახარებისეული აზრია. როგორ შეიძლება ადამიანი გარეგნულად ღმერთს გმობდეს და ებრძოდეს, ხრედდეს სასულიერო პირებს, ეკლესიებს ანგრევდეს და შინაგანად იყოს მორწმუნე. სიკვდილის წინა წუთებში მან რა განიცადა, ეს რა თქმა უნდა ჩვენ არ ვიცით და მხოლოდ ღმერთმა უწყის, მაგრამ მისი მოღვაწეობა როგორც პოლიტიკოსისა და საზოგადო მოღვაწისა იყო მოღვაწეობა ათეისტისა და ეკლესიასთან მებრძოლისა. არის თუ არა ის იგივენაირი დამნაშავე როგორც ადოლფ ჰიტლერი? ეკლესიასთან მიმართებაში თუ ვიტყვით უფრო დიდი, რადგანაც სტალინმა და სტალინურმა ხელისუფლებამ ათასობით სასულიერო პირი და ქრისტიანი 10,000-ობით და 100,000-ობით დახოცა, მოკლა, გადაასახლა. და მას ჰქონდა მცდელობა თლიანად დაემორჩინებინა მართლმადიდებელი ეკლესია არა მხოლოდ ადგილობრივ დონეზე, არამედ სადა 53 წელს მსოფლიო კრების მოწვევაც, არა? დიახ, ემართა მისი დოგმატებიც. აი, როდესაც ომის დროს საბჭოთა ხელისუფლება იყო ძალიან კრიტიკულ ვითარებაში და რეალურად იყო საშიშროება ომის წაგებისა და საჭირო იყო მთელი მოსახლეობის დარაზმა და ეს გაიაზრა სტალინმა და რადგანაც მიუხედავად დევნისა მაინც იყვნენ მორწმუნენი საბჭოთა სახელმწიფოში, განსაზღვრა ეკლესიის როლი მასების დარაზმაში ანტიჰიტლერული კოალიციის გასაძლიერებლად და მისცა უფლება პატრიარქ კალისტრატეს და მიტროპოლიტ სერგის რუსეთის ეკლესიის მმართველს მიემართათ პრესით მოსახლეობისათვის. ეკლესიაში რელიგიური ფაქტორის გამოყენება ომში როგორც მოსახლეობის მთელი კავშირის ტერიტორიაზე მოსახლეობის დარაზმვა ანტიჰიტლერულ კოალიციაში ბრძოლისთვის ჰიტლერის წინააღმდეგ. თვითონ რუსულ ეკლესიაში 1925 წლიდან 53-მდე არ იყო პატრიარქი. საბჭოთა ხელისუფლებამ 20-იან წლებში რუსული ეკლესია გაყო ორ ნაწილად. ეს იყო საპატრიარქო ეკლესია, ეგრეთ წოდებული ტიხონის ეკლესიასაც ეძახდნენ და ობნოვლენცების ეკლესია, ანუ სამღვდელო სინოდის ეკლესია. უფრო ძლიერი და უფრო დიდი იყო სამღვდელო სინოდის, ანუ ობნოვლენცური ეკლესია. ამ ეკლესიასთან კავშირი დაამყარა თვით კონსტანტინოპოლის საპატრიარქომაც და საქართველოს საპატრიარქომაც 1927 წელს. შემდგომში ეს ეკლესია დაიშალა, ეს როგორც სტრუქტურა და კვლავ დაუბრუნდა და შეერწყა საპატრიარქო ეკლესიას, რომელსაც ხელმძღვანელობდა მიტროპოლიტი სერგი სტრაგოროდსკი. მაგრამ რომელსაც ძალიან ბევრი მართლმადიდებელი უყურებს, ასე ვთქვათ, ეჭვის თვალით, ხო? მე ვფიქრობ, რომ ეს არ არის გამართლებული, იმიტომ რომ მიტროპოლიტ სერგისაც ზუსტად ისევე ჭირდებოდა ეკლესიის გადარჩენა და უნდოდა, როგორც ვთქვათ, ჩვენთან პატრიარქ ქრისტეფორეს, კალისტრატეს და სხვებს. ეს სერგის უთვლიან დანაშაულად, რომ მან გამოუცხადა მორჩილება საბჭოთა ხელისუფლებას, მაგრამ სხვა ალტერნატივა არ იყო. მაშინ სხვა ალტერნატივა ჰქონდათ პირველ ქრისტიანებს და ლომებთან შედიოდნენ. ეს დევნა შეიძლება ითქვას, რომ უფრო რთული და უფრო ძნელი იყო. მთელს რუსეთის ეკლესიაში 30-იანი წლების ბოლოს, ომის დაწყების წინ, იყო 5 მოქმედი მღვდელმთავარი. მაშინ როცა მანამდე
1000-ობით და 200-მდე მღვდელმთავარი ყავდა ფაქტიურად რუსულ ეკლესიას. მღვდელმთავართა უმრავლესობა ან დახვრიტეს, ან გულაგში, ციმბირში და სხვაგან გადაასახლეს, ხოლო მესამე ნაწილი გაიქცა საზღვარგარეთ, ემიგრაციაში. რუსულ ეკლესიაში დარჩენილი იყო 5 მოქმედი მღვდელმთავარი. მიუხედავად სერგის მიერ საბჭოთა ხელისუფლების აღიარებისა, ეკლესიის მიმართ დევნა და მტრული დამოკიდებულება ხელისუფლებას არ შეუცვლია. საქართველოს რაღა აზრი ქონდა ამ მცდელობაში ამას მაინც ქონდა გარკვეული მცდელობა, რომ უფრო შენელებულიყო ტემპი ეკლესიის ლიკვიდაციისა და ამან რეალურად მართლაც იმოქმედა და ეკლესია გადარჩა, ხომ? იყო 5, მაგრამ მოუსწრო ომის დროს რა მოხდა? მხოლოდ ფიზიკური გადარჩენა. ომის დროს მოხდა ის, რომ სტალინმა გამოუშვა გადასახლებიდან და საპატიმროებიდან ის სამღვდელოება და ის მღვდელმთავრები, რომელთაც გადაწყვიტეს ეღიარებინათ საბჭოთა ხელისუფლება და გაეწიათ ერთგვარი კოჰაბიტაცია, ასე დღეს მოდაში მოდური ტერმინი. და ამდენად იგივე მაგალითად კალისტრატე პატრიარქის ერთი წერილია, არ შემიძლია არ გავიხსენო. 1940 წელს გადასახად საბჭოთა ხელისუფლებას ჰქონდა 2 მეთოდი ეკლესიის ლიკვიდაციისთვის დასახული. ერთი პირდაპირ რეპრესია, ტერორი, მეორე ფინანსური გადასახადები მოქმედ ტაძრებზე და სამღვდელოებაზე. და 1940 წელს სიონის საკათედრო ტაძარი თბილისში და სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარი ხელისუფლებამ დაკეტა თანხების გადაუხდელობის გამო. და ესე იგი საქართველოს ეკლესიის საპატრიარქო ტაძარი და ცენტრი. და პატრიარქი კალისტრატეს წერილი ჩარკვიანისადმი იმდროინდელი ხელისუფალისადმი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკისა, სადაც ის თხოვს, რომ სანამ საბჭოთა ხელისუფლების კონსტიტუციიდან არ იქნება ამოშლილი მუხლი სინდისისა და რწმენის თავისუფლებისა, მანამდე იქნება ლიკვიდირებული და ადმინისტრაციული წესით დაკეტილი და გაუქმებული საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიაო. მამა, მოდი ზოგადი შეფასებაც რომ მივცეთ აი ამ პერიოდს, ხო? ჩვენ ვიცით, რომ მაგალითად კათოლიკე ეკლესიის ზოგიერთი იერარქი გერმანიაში თანამშრომლობდა ფაშიზმთან, ხო? ეს არავისთვის არის დასამალი. მეტიც პაპი პიუს მე-12 დუმდა და ღიად არასდროს გამოხატავდა, ასე ვთქვათ, წინააღმდეგობას ფაშისტური გერმანიის მიმართ. ნუ აქ იყო ის მოტივიც, რომ ასე ვთქვათ, ის აძლევდა ნათლობის მოწმობებს, ებრაელებს და მონასტრებში იფარებდა მათ, ხო? მე მესმის, რომ რაღაც ტაქტიკას შეგიძლია მიმართო, როცა არის ომი და ასე ვთქვათ, ნაკლები ბოროტების პოლიტიკით იმოქმედო. მაგრამ როცა საქმე ეხება ისეთ კოლაბორაციას, როგორც არის მაგალითად ბელადმა გადაწყვიტა მე გამიშვას დასავლეთში, ეგრეთ წოდებულ მშვიდობის ღონისძიებებზე და იქ მათქმევინოს, რომ საბჭოთა კავშირში ქრისტიანებს არ დევნიან. ჩვენ შეგვიძლია ავხსნათ ეს ყველაფერი, მაგრამ ხომ არ ფიქრობთ, რომ სწორედ ამიტომ არავის შეურაცხავს ეს ადამიანები წმინდანები? ხომ არის ამაში რაღაც შეცდომა? პირველ რიგში ვთქვათ, რომ არ არის საუცილებელი და სავალდებულო ყველა პატრიარქი ან ყველა სამღვდელო პირი წმინდანად შეირაცხოს. რა თქმა უნდა, წმინდანობა ეს არის მარტვილთა და აღმსარებელთა, თავდადებულთა მდგომარეობა. მეორეს მხრივ არის საზღვრება პატრიარქის თუ იერარქთა ღვაწლი მხოლოდ მათი წმინდანობით. კალისტრატე ცინცაძე არ არის თქვათ შერაცხილი წმინდანად, მაგრამ მისი ღვაწლი საქართველოს ეკლესიისადმი არის აუნაზღაურებელი. თვითონ შეიძლება ითქვას, რომ 30-იან 40-იან წლებში საქართველოს ეკლესიის არსებობა ჩამოკიდებული იყო ამ კაცზე, მის ავტორიტეტზე. მას პატივსცემდნენ არა მხოლოდ მორწმუნენი, არამედ თვით ათეისტები. იოსებ სტალინი და ყველა საბჭოთა მოხელე უდიდეს პატივს სცემდა მას. მაგრამ ამან ვერ დაიცვა იგი პირადი ოჯახური ტრაგედიისგან. 1927 წელს, მისი პატრიარქობის მე-5 წელს, მას საკუთარი ქალიშვილი დაუპატიმრეს
და გაქრა. ის იყო სტენოგრაფისტი, რომელიც დაიკარგა და პატრიარქი კალისტრატე გზავნიდა წერილებს ყველა ინსტანციაში და ამას თხოვდა ის მაინც მითხარით ცოცხალიზე ვილოცოთ თუ გარდაცვლილზეო. მაგრამ არ უთხრეს. ისე გარდაიცვალა პატრიარქი კალისტრატე და საერთოდ ოჯახმა მისმა დღემდე არ იცის რა ბედი ეწია კალისტრატე პატრიარქის ქალიშვილს. მამა ანუ რას გულისხმობ რომ დავამთავრებ მესმის ლევან, მაგრამ ვიტყვი რომ რა თქმა უნდა იგი არ შერაცხილა წმინდანად, არ ყოფილა აღმსარებელი, არ ყოფილა მარტვილი, მაგრამ მან ეკლესიის როგორც ინსტიტუციური ორგანიზაციის გადარჩენისთვის მსხვერპლი პირადი როგორც ინსტიტუცია. მოდი გადავიდეთ თანამედროვე რუსულ ეკლესიაზე, ჩვენ მიმოვიხილეთ ვრცლად პეტრე პირველიდან, ხო? რამდენადაც ამის დრო მოგვცა გადაცემამ. ის ისტორია, რომელიც მნიშვნელოვანია ფაქტობრივ ნაწილში, სწორედ ის, რაც ახლა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდლის პირისგან მოისმინა ადამიანებმა, ჩვენმა მაყურებელმა, ხო? ძალიან ხშირად არ ისმის ხოლმე. ეს არის ძალიან კარგი და მე მადლობას გადაგიხდით იმისთვის, რომ აქ მოვწანდით. ჩვენ დავინახეთ, რომ გარკვეული ტრადიცია რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში არის ის, რომ სახელმწიფო ყოველთვის იყო, ასე ვთქვათ, შემკვეთი. მიუხედავად იმისა, რომ არსებობდნენ ახლა გულწრფელად მღვდელმთავრები, რომლებიც ამ წინააღმდეგობას უწევდნენ, ეს არსებულ ფონს არ ცვლიდა, ხო? იგივე ფონს ვხედავ დღეს რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში, პატრიარქ კირილს აქვს კაბინეტი კრემლში. და შესაძლოა სწორედ ამ კაბინეტიდან იგზავნებმა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქციაში აფხაზეთს გულისხმობ ამ შემთხვევაში მღვდლები, რომლებიც ისე იმავეს აკეთებენ, ხო? ანუ რასაც ადრე აკეთებდნენ, შემოიჭრებიან, იმავე მუხლს არღვევენ, რაც ეგზარქოსებმა დაარღვიეს, ხო? იჭრებიან სხვა ეპისკოპოსის ეპარქიაში. და ამას ვერ უშველა ვერც იმან, რომ კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ ტიტულში, საკუთარ ტიტულში შეიტანა ცხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტის სტატუსი. რა მდგომარეობაა დღეს აფხაზეთში? თქვენ როგორ აფასებთ? ჩემი შეფასება უკვე მოისმინეთ. აფხაზეთის და სამაჩაბლოს ტერიტორიაზე, რა თქმა უნდა, რთულია ეკლესიის კანონიკური მდგომარეობა. აფხაზი სასულიერო პირები ორ ნაწილად არიან გაყოფილი, ერთი პრო-მოსკოვური, მეორე პრო-კონსტანტინოპოლური. ბართლომეოს მოიხსენიებენ. დიახ, ანუ ნაწილი მოიხსენიებს რუსეთის პატრიარქს, ხოლო მეორე ნაწილი კონსტანტინოპოლის მსოფლიო პატრიარქს. რა თქმა უნდა, ეს ხდება ცალმხრივად, ანუ მათ ოფიციალური ნებართვა ამაზე არც ერთი საპატრიარქოდან არ აქვთ, ანუ თვითნებურად იხსენიებენ. მაგრამ აფხაზეთში უფრო ღრმად ერევა, რა თქმა უნდა, რუსული ეკლესია. ეს ხდება ორი ამ მხოლოდ მე დავინტერესდი ამ საკითხით, რამდენი მღვდელია იქ ნაკურთხი საქართველოს ეკლესიის მიერ. მხოლოდ ორი, ეს არის აფლია, მეორე ერთ-ერთი ჯგუფის ლიდერი, ხო? მხარდაჭერილი რუსეთის ეკლესიის მიერ. და დიაკონი დავით სარსანია, რომელიც ანათემას არ არის გადაცემით. მე ამასთან დაკავშირებით შიდა საკითხებში ვერ ჩავერავი, ხო, ახლა ეკლესიის უბრალოდ. რაც მე გამიგია არის ორი მოსაზრება, რატომ არ არის ის გადაცემული ეს ორი მღვდელი, რომელიც ოფიციალურად ავტოკეფალია გამოაცხადეს, ხო? საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ არ შეიმჩნია ეს ყველაფერი. ხო? ზოგი მიიჩნევს, რომ ეს არის სტრატეგიის ნაწილი, რომ ასე ვთქვათ, აფხაზეთის ტერიტორიაზე არ ჩამოყალიბდეს, ასე ვთქვათ, სიცარიელე მადლის თვალსაზრის, ინტერდიქტს, რასაც ეძახოდნენ, ხო, დასავლეთში, რომ იქ აღარ იქნება ზიარება და მორჩა. და ასე რომ, ანუ ბრევს ინახავს, რომ ეს მადლი არ მოაკლეს, მაგრამ მეორე მხრივ ეს ხდება კარგი საბაბი იმისთვის, რომ რუსეთის ეკლესიამ ეს ტერიტორია ადვილად მიიტაცოს, ხო? ანუ მას არ უშლის ხელს საქართველოს ეკლესიის მკაცრი ანათემა, ხნებავთ, განკვეთა ანათემა ნიშნავს დეკლარირებას იმის, რაც მოხდა, ხო? ანუ ავტოკეფალია გამოაცხადეს და გავიდნენ სქიზმაში. აღარ ემორჩილებიან ცხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტს. ეს როგორი კრიტიკული დამოკიდებულებაც არ უნდა მქონდეს მე პირადად მე კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის მიმართ, ხო? იწვევს აბსოლუტურ ბრაზს, ხო? რატომ ხდება ეს ყველა? მოგახსენეთ, რომ არ გავბრაზდეთ პირველ რიგში და საკითხს მიუდგეთ უფრო სრულყოფილად გავიაზროთ რა ხდება. რადგანაც ერთის მხრივ სწორად აღნიშნეთ, რომ მათი განკვეთა რომ მოხდეს ან დელმოქმედების შეჩერება,
აფხაზეთი დარჩება აბსოლუტურად ქრისტიანული საეკლესიო სტრუქტურისა და უდელმოქმედების გარეშე. ანუ აქ არის ერთგვარი ეკონომია, შეღავათი, სიყვარული აფხაზი მრევლისადმი. მეორეს მხრივ არის სირთულეც, რომ ხომ შესაძლებელია ისინი არც დამორჩიდნენ ამ განჩინებას და მაინც გააგრძელონ უდელმოქმედება და ეს იქნება ორმაგი ტრაგედია. ანუ ბევრად უკანონო უდელმოქმედება კანონიკური კუთხით, რომ ესე იგი მდელმთავრისაგან აკრძალულნი მაინც აღასრულებდნენ უდელმოქმედებას და საქართველოს პატრიარქი, როგორც მზრუნველი მწყემსი მათი უყურებს მოთმინებით. რა თქმა უნდა, დრო გამოაჩენს მომავალში გამოჩნდება ის შედეგები საბოლოოდ, რაც დღეს ხდება აფხაზეთში და შედეგებსაც საბოლოოდ შემდგომში მივიღებთ. ამ ეტაპზე შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ და საქართველოს ქართული მხარე ისეთივე უძლურია, როგორც პოლიტიკურად ვართ აბსოლუტურად, ესე იგი უძლურნი გადავჭრათ აფხაზეთის საკითხი. ბევრად უფრო ცუდია, როდესაც აფხაზეთში ხდება რუსი მდელმთავრების მიერ კურთხევები სასულიერო პირთა და ოდიკის და მირონის გაგზავნა. ეს არის უფრო მაინც მაყურებელს შევახსენებ, რომ ოდიკი არის გარდამოხსნა, რომლის გარეშე წირვა ვერ აღესრულება და მირონიც იმისთვის, რომ ნათლობა ასევე ტაძრის კურთხევა აღსრულდეს და ეს ბევრად უფრო კანონიკურად გადაჭრადი არის და უფრო მოგვარებადია, რომ თქვათ აღარ ხდებოდეს ჩვენი საპატრიარქოს საზღვრების შელახვა სხვა საპატრიარქოს წარმომადგენელთა მიერ. ვიდრე თქვათ აფხაზის სამღვდელოების მიმართულების განსაზღვრა. იმიტომ რომ მათ ჯერჯერობით ერთხმათ აქვთ გადაწყვეტილი, რომ უარი უთხრან პროქართულ ორიენტაციას. რა თქმა უნდა, საფუძველი აქვთ მას, ასე ვთქვათ, მოთხოვნას ავტოკეფალიისა. ისინი ებღაუჭებიან პირველ რიგში მაშინ ვთქვათ, რომ ავტოკეფალიის პრინციპები საეკლესიო სამართალში ბოლომდე განსაზღვრული და ჩამოყალიბებული არ არის. მაგრამ პრაქტიკაში ავტოკეფალია ფუძნდებოდა იქ, სადაც იყო ძლიერი ქრისტიანული მართლმადიდებლური სახელმწიფო, სადაც ამ ძლიერ სახელმწიფოში არსებული ეკლესია ღებულობდა ავტოკეფალურ, ანუ თვითმმართველ სტატუსს, რომ არ ყოფილიყო სხვა სახელმწიფოს ეკლესიაზე დაქვემდებარებული. ყველა ავტოკეფალური ეკლესია ასე წარმოიშვა შუა საუკუნეებში, რომელიც წარმოიშნენ, თქვათ, იგივე საქართველოს, სერბეთი თუ ბულგარეთი თუ რუსეთი თუ სხვა. სამწუხაროდ ამ პრობლემის გადასაჭრელად დღეს მსოფლიო კრებაც არ ჩანს, ხო? რომ ასე ვთქვათ, გაგვერკვია ეს საკითხი კარგად. ანუ ძლიერ სახელმწიფოში, თუ კი ის სახელმწიფო არის ქრისტიანული და მართლმადიდებლური, ავტომატურად ყალიბდება ხოლმე ავტოკეფალური ეკლესია. ეს არის ისტორიის გამოცდილება. აფხაზეთში თვით იდენტიფიცირებაც კი რაღაც აფხაზური ტრადიციული რელიგია აქვს, ხო? აფხაზები წარმართული ნაწილი, საკმაოდ დიდი ნაწილი არის წარმართი და მუსულმანი. მხოლოდ მცირე ნაწილი შეიძლება ითქვას მესამედი იყოს ქრისტიანი მართლმადიდებელი. რო დავაზუსტოთ, ხო, წარმართი ჩვენი შეფასება კი არ არის თვით იდენტიფიცირება. დიახ, როცა ტარდება აფხაზეთში რელიგიური სტატისტიკით განსაზღვრა მოსახლეობისა, იქ ცალკე გრაფაა წარმართობა. ანუ ესე იგი მამაპაპური კულტები, რწმენა წარმოდგენები, მრავალღმერთიანობა და ანიმიზმი, წინაპართა სულების თაყვანისცემა. თვითონ აფხაზები არ არიან ტრადიციულად მტკიცე ქრისტიანი და მართლმადიდებელი წარსულის მქონე ხალხი. ისინი იქ გვიან საუკუნეებში მოდიან და მართალია მოდიან იმ ტერიტორიაზე, სადაც არის აშენებული ბიჭვინთის თუ დრანდის თუ ახალი ათონის ტაძრები, მაგრამ თვით რუსთა შესვლამდე მე-19 საუკუნეში მთელ აფხაზეთში ბატონობდა წარმართობა, ცდილობდა ისლამის გაძლიერებას, ხოლო ქრისტიანობა იყო ძალიან წერტილოვანი და არასრულყოფილი სახით.
თვით მიცვალებულებს ხეებზე ჩამოკიდებით ასაფლავებდნენ აფხაზები და ამდენ და ქრისტიანობა რეალურად რუსეთის იმპერიამ და ქართველმა საეკლესიო პირებმა შეიტანეს აფხაზებში, როგორც ერში, ეთნოსში მე-19 საუკუნეში. ეპისკოპოსი წმინდა გაბრიელ ქიქოძე, ალექსანდრე ოქროპირიძე და სხვები არიან ისინი, ვინც წლები მოანდომეს და ჯაფა რომ აფხაზები გაქრისტიანებულიყვნენ. კათოლიკოს პატრიარქი 11 წელი ხო მიტროპოლიტი. ცხომ აფხაზეთის ეპარქიის. დიახ, ჩვენი კათოლიკოს პატრიარქობა. დიახ. და ესე იგი წარმართობა რთული დასამარცხებელი წინაპართასულების თაყვანისცემა. რა თქმა უნდა, საბჭოთა დროს რა თქმა უნდა, ქრისტიანიზაციის პროცესი შეჩერდა აფხაზეთში. აფხაზეთში კი არა, საქართველოში მოხდა დექრისტიანიზაცია და რუსეთში. მაგრამ აი მეფის რუსეთმა ცადა ქრისტიანობის შეტანა, მაგრამ ეს ბოლომდე მან ვერ შეძლო. მეფის რუსეთი ახსენეთ ახლა და მინდა გადავიდე ბოლო კითხვაზე, ხო? რუსეთის ეკლესიის მიერ ხშირად ხდება ხოლმე მონარქიული იდეის, როგორც ასეთის, ასე ვთქვათ, აი დიდი რუსეთის მეფე დაბრუნდება, მირონცხებული მეფე და ეს იქნება რაღაც ღვთივკურთხეული წესი, რომელშიც უნდა იცხოვროს მართლმადიდებელმა ხალხმა. ასეთი იდეები საქართველოშიც არსებობს, ხო? მიუხედავად იმისა, რომ ყველას მიერ არ არის ის გაზიარებული. როგორ ფიქრობთ, არის თუ არა მონარქია ღვთივკურთხეული წესი, ერთადერთი წესი, რომელშიც არსებობს უკეთესია ცხოვრება ვიდრე დემოკრატიაში? ჯერ ეს ერთი ვთქვათ, რომ მონარქიებიც არის დემოკრატიული. დიდი ბრიტანეთი მონარქია, მაგრამ დემოკრატიული სახელმწიფოა, ხომ? თუმცა მას ამის ტრადიცია აქვს. დავაყენოთ ასე მაშინ რესპუბლიკა და მონარქია. რადგანაც იგივე ჰოლანდიაც მონარქია, მაგრამ დემოკრატიული სახელმწიფოა. და რაც შეეხება მონარქიას, რა თქმა უნდა, მონარქია არ არის ერთადერთი მდგომარეობა ან და ეკლესიის მიერ ნაკურთხი ასეთ ჭყალებში. რატომ? როდესაც სადმე წერია რომ სახელმწიფო უნდა იყოს მონარქია. არა, რა თქმა უნდა, არა. როდესაც ქრისტეს კითხავენ ამასოფლიურ და პოლიტიკურ საკითხს, უფალი პასუხობს ყველამ ვიცით. მიეცით კეისარსა კეისრისა, ხოლო ღმერთისა ღმერთსა. ეკლესია არ არის ორიენტირებული ამასოფელზე და ამასოფლის მოწყობაზე სოციალური თუ პოლიტიკური ეკლესია როგორც მეტაფიზიკური სხეული და არა ინსტიტუცია. ეკლესია მიმართულია მისი მზერა და აზროვნება მომავალი საუკუნო ცხოვრებისაკენ და ეკლესია და ეკლესიის წევრნი დედამიწაზე თავს უნდა იაზრებდნენ როგორც მსხემნი, ანუ დროებით მყოფნი, როგორც ერთგვარი წირები, რომელიც ამასოფლში ცხოვრობენ, სანამ დროებით და გარკვეული ვადით, სანამ გადავლენ ზესთასოფლში და ეს ამასოფლის მოწყობა მიეცით მე კეისარს კეისრის. ანუ ეს არის ამა ქვეყნის პოლიტიკოსთა გადასაწყვეტი საკითხი. მაგრამ ეკლესიის ინტერესი ყოველთვის იყო და არის რომ რა თქმა უნდა ამ პოლიტიკურ სისტემაში მან შეძლოს თავისი არსებობა სრულფასოვანი სახით. მე ვფიქრობ, რომ მოდი ჩვენი დრო უბრალოდ იწურება ყველანაირ დროს გადავწდით. მე დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ სტუმრობისთვის. ეკლესიას რა თქმა უნდა აქვს თავისი მისწრაფებები, სურვილები, მე უბრალოდ მახარებს ის, რომ თქვენ მოგწანდით ჩვენთან, მიუხედავად იმისა, რომ იცოდით, რომ გქონდა ბევრი განსხვავებული აზრი, ჩვენ ვისაუბრეთ, შესანიშნავი ისტორიული ექსკურსი გამოგვივიდა. მივცეთ ღმერთს ღვთისა და კეისარს კეისრისა. როგორიც არ უნდა იყოს ის კეისარი. საუბარი რელიგიაზე ამით დასრულებულია, ჩვენ მომავალ 4 შაბათამდე გემშვიდობებით, გმადლობთ რომ გვიყურეთ.